სოფალდაგვის კულტურის სახლი განადგურების პირასაა. შენობას აღარც ჭერი უვარგა და აღარც იატაკი. ცარიელ კედლებს თოვლისა და წვიმისაგან ვეღარც ფანჯრები იცავს. კულტურის სახლში დღეს მხოლოდ 3 თანამშრომელი დარჩა. საწრეო სამუშაო ოთახები არ გაგვაჩნია, რა გვაქვს. ერთი კაბინეტია და დირექტორის და ქიიცით რომ ნახეთ წყალი ჩამოდის შით, მესამე სართულიდან ჩამოაწია მეორე სართულზე წყალმა. ერთი საწრეო ოთახი გვაქვს სამუშაო, იგიც იმ მდგომარეობაშია. მესამე სართულიდან ჩამოვიდა წყალი მეორე სართულზე, კაპუჩდა ყველაფერი კედლები დაიღვარა, რამე თუ გამოფენები ჰქონდა იქ კაპუჩდა, ფორმები თუ ჰქონდა რამე შენახული იგიც დასვლა კაპუჩდა და ჩამოვიდნენ და ყველაფერი გვიწვია კაბინეტში, ისე რომ იქაც წყალმა რო არ დაასრულოს. სოფალდაგვის ამ კულტურის სახლის ისტორია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ადგილობრივი მაცხოვრებლების, ბერძნებისა და ქართველების კულტურულ ცხოვრებაზე იგი 1964 წლიდან 1990-იან წლებამდე ზრუნავდა. საკონცერტო დარბაზი, რომელიც ერთ დროს ასეულობით მაყურებელს იტევდა, დღეს სრულიად განადგურებულია. იგი ნაგავსაყრელადაა გადაქცეული. ძველი დიდება აქ მხოლოდ კედლების ნანგრევებს ატყვია. ის რაც განადგურებას გადაურჩა, ისევ ადგილობრივთა დამსახურებაა. ჯემალ ტარიელაძე ერთ-ერთია, ვინც შენობის შესანარჩუნებლად საკუთარი სახსრები გაიღო. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ პირობების მიუხედავად კულტურის სახლში ქართულ ცეკვასა და სიმღერას 60-მდე მოზარდი ეუფლება. რაც იყო საჭირო, მე ვიყიდე, მე მოვიტანე, ჩემთან ანსამბლში დოლც უკრავს, ნაკაშიძე არის, დათო ნაკაშიძე. პირადად ეს პიროვნება მეხმარებოდა მე და მე და იმან ორმა კაცმა გავაკეთეთ ეგ. ნახევრად გავაკეთეთ. ნახევარი უნდა დამეგო, ფიცრები მოიპარენ, წეიღენ, გაანადგურენ ყველაფერი. არც კარები დადიან კულტურის სახლში, არც ფანჯრები დადიან, არაფერი. თითქმის განადგურებული შენობის მნიშვნელობაზე, რომელსაც არქიტექტურული ღირებულება გარეგნულად ჯერ კიდევ შერჩენია, ოთახის ერთ კუთხეში დაწყობილი წლების წინანდელი გარდერობი და სახლის ისტორიის შემქმნელი ხელოვანების ფოტოები მოწმობენ. ახალი ისტორია კი პირობების არარსებობის გამო ვერ იქმნება. არაფერი არ არის ფაქტიურად, სახლიდან ვზიდავთ შეშებს და ვცდილობთ ბავშვები, გაყინული ბავშვები ჩვენს ოთახებში მაინც ოდნავ მაინც მოვათმოთ. და მე ისე მორბიან, აქ ძალიან დიდი სურვილი აქვს ბავშვებსაც, მაგრამ არ ერთ-ერთი პედაგოგი, რომელსაც შენობის განადგურებაზე გულის შესტკივა დახმარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელმოწერების შეგროვებას და საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს. მივმართავ კიდევ ერთხელ კულტურის სამინისტროს ძალიან დიდი თხოვნით, რომ მოვხედოს კულტურის სახლი გაგვირემონტოს, იმიტომ აქ სწავლობს ბავშვები, თითქმის 60-მდე არის ბავშვი, რომელიც სწავლობს და ღებულობს განათლებას, სიმღერასა და ცეკვას და არ დაკმაყოფილების შემთხვევაში მე ვაპირებ მოსახლეობაში ხელწერების შეგროვებას. დაგვის კულტურის სახლის რეაბილიტაცია არც წელს იგეგმება. როგორც სოფლის რწმუნებულმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, სარემონტო სამუშაოებს 2 მილიონ ლარამდე სჭირდება, თანხა კი ბიუჯეტში გაწერილი არ არის. თუმცა მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელიწადს აუცილებლად შესრულდება.